საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ ორ სქესზე ქალსა და მამაკაცზე გადასვლა შეერთებულ შტატებში არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰომოსექსუალებმა და ტრანსგენდერებმა, მათთან ერთად კი ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა თავისი ოლიგარქიული ოჯახებით ისე აწეწეს ამერიკელების ცხოვრება, რომ ნორმალურ ჯანმრთელი ცხოვრების წესზე დაბრუნება ძალიან რთულად მიმდინარეობს. ტრანსებს და ლესბოსელებს უკვე ვიღაჩივის. აგენდერებმა, ბიგენდერებმა, ავიაგენდერებმა, ანტიგენდერებმა და კიდევ უამრავმა შიზოფრენო გენდერმა გარყვნილების საყოველთაო პროპაგანდით ადამიანების ტვინები ისე მოწამლეს, რომ ბევრს მხოლოდ ორი სქესის პირობებში ცხოვრება უკვე შეუძლებლად მიაჩნია. წარმოიდგინეთ, ამერიკელების სულ მცირე ორი თაობა გაიზარდა იმ გაუკუღმართებული განათლების სისტემის პირობებში, რომლის მიხედვითაც ბიჭი გოგო შეიძლება ყოფილიყო, გოგო კი ბიჭი. მასწავლებელს სკოლიდან აგდებდნენ, ბიჭს გოგოს თუ არ დაუძახებდა. მშობლებს კი მათ შვილზე მოძალადე ტრანსების დასჯის მოთხოვნის გამო ციხეში სვამდნენ. ამ გარყვნილმა აზროვნებამ არა მხოლოდ ადამიანებს შორის შექმნა პრობლემები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაც უკიდურესად გაართულა. მაგალითისათვის ამერიკის სასჯელ აღსრულების სისტემა. ამ გენდერული სიგიჟეების წყალობით ციხეებში ისეთი არანორმალური ვითარებაა შექმნილი, რომ ციხის ადმინისტრაციას და კანონმდებლების ჩაკეტილ წრეში არიან მოქცეულები და გამოსავალს ვერ პოულობენ. მოკლედ მას შემდეგ, რაც კაცებმა მასობრივად გადაწყვიტეს საკუთარი თავის ქალად გამოცხადება, საპატიმროებშიც გაჩნდნენ ტრანსგენდერი პომადიანი კაცები, რომლებმაც სასჯელის მოხდა ქალებთან ერთად მოითხოვეს. ობამას და ბაიდენის ფერადი პოლიტიკის წყალობით მათ ბუნებრივია ამის საშუალება მისცეს. აბა ისე როგორ ტრანსგენდერები ხომ ამერიკის დიად სულს წარმოადგენდნენ? მოკლედ ეს საყოველთაო არანორმალურობა იქამდე მივიდა, რომ ძალადობისათვის გასამართლებული კაბებში გამოწყობილი მამრები პატიმარი ქალების საკანში შეასახლეს. ადვილი წარმოსადგენია, ხო, რა მოხდებოდა პირველსავე ღამეს? დიახ, ზუსტად ეგ მოხდა. ქალები მაშინვე დაფეხმძიმდნენ და მერე ბავშვებიც გააჩინეს. ციხის ადმინისტრაციამ თავში ხელი შემოიტყა ეს რა დაგვემართაო და პომადიანი მამრები მაშინვე კაცების ციხეში გადაიყვანეს. მაგრამ აქ უარესი მოხდა. კრიმინალმა მამაკაცებმა რო გაიგეს, ქალებად გადაკეთებული ტრანსები მოგვიყვანესო, ხომ წარმოგიდგენიათ, რას დამართებდნენ ამ უბედურებს. როგორც კი ეს ამბები გახმაურდა, მთელი LGBT საზოგადოება ფეხზე დადგა. აქციები, პიკეტები, გაფიცვები და ასე შემდეგ. ბაბუა ჯოს ადმინისტრაციამ რა თქმა უნდა ტრანსების მხარე დაიჭირა და კაბიანი კაცები ისევ ქალების ციხეში დააბრუნა. ამ მოჯადოებული წრის გარღვევას ჯერჯერობით ვერც ტრამპის მიერ დაკანონებული ორი სქესის პოლიტიკა შველის. კანონის მიხედვით აწი პატიმარი იმ სქესის მიხედვით უნდა გაანაწილონ საპატიმროში, რომელიც სქესითაც დაიბადა, რადგან ერთი თვე ამერიკაში ქალისა და კაცის გარდა სხვა სქესი აღარ არსებობს. კანონი კი არსებობს, მაგრამ მისი ასე ერთი ხელის მოსმით აღსრულება არ გამოდის. კაცების ციხეში გადასაყვანად გამწესებული ტრანსები ფედერალურმა მოსამართლემ დროებით ისევ ქალთა საპატიმროში დატოვა იმ იმედით, რომ იქნებ კანონმდებლებმა უახლოეს მომავალში მაინც მიაგნონ რამე გამოსავალსო. დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას. 20 იანვარს დასრულდება ამერიკის უკუსვლის 4 გრძელი წელი და მოვა ახალი დღე. ამერიკის ძლიერების, კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის დღე. სწორედ ამ სიტყვებით დაუბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობას. მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, დონალდ ტრამპი მოსვლისთანავე ქვეყნის ინსტიტუტების გარდაქმნისა და ამერიკისათვის სიდიადის დასაბრუნებლად მუშაობას პირველივე დღიდანვე შეუდგა და პირველი რაც მოიმოქმედა, შეეცადა დასავლეთში გამეფებული ტრანსგენდერული მავნებლური იდეოლოგიისათვის შეეტია. თუმცა ერთია იმის დაკანონება, რომ ქვეყანაში ამის მერე მამრობითისა და მდედრობითი სქესის გარდა სხვა გენდერი აღარ იარსებებს, მეორე კი კანონის აღსრულებაა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2025 წლის იანვარში გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც ფედერალურ ციხეებში პატიმრების სქესის განსაზღვრას დაბადებისას მინიჭებული სქესის მიხედვით ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი პატიმრები განთავსდებიან იმ დაწესებულებებში, რომლებიც შეესაბამება მათ დაბადებისას მინიჭებულ სქესს, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა. აღნიშნული ბრძანება ასევე ეკრძალავს ფედერალური სახსრების გამოყენებას
პატიმრებისათვის სქესის დამადასტურებელი სამედიცინო დახმარების, მათ შორის ჰორმონალური თერაპიისა და სქესის შეცვლის ოპერაციების უზრუნველსაყოფად. თითქოს და ყველა ნორმალური ადამიანისათვის ყველაფერი გასაგები უნდა ყოფილიყო და თემაც ამით უნდა დახურულიყო. მაგრამ ტრანსები, რისი ტრანსები არიან თავიანთი გამოგონილი ტრანს უფლებები ასე უბრალოდ დაივიწყონ და სხვადასხვა ტრანსგენდერული მეთოდებით არ გააპროტესტონ. მოკლედ, ამერიკელი ჰომოსექსუალები, ლესბოსელები, ბისექსუალები და რა თქმა უნდა ტრანსგენდერები ტრამპის განკარგულებების შემდეგ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პანიკაში არიან ჩავარდნილნი. სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს გარდა იმისა, რომ უამრავი ფსიქოლოგიური პრობლემა და არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებთ, სერიოზული შიშებიც გაუჩნდათ. შიშები იმისა, რომ მათ გარყვნილ პროპაგანდისტულ იდეოლოგიას დასავლეთში სერიოზული საფრთხე ემუქრება. მორიგი სკანდალი ამერიკის სასჯელ აღსრულების სისტემას შეეხო. ამჯერად სამმა ტრანსგენდერმა პატიმარმა, რომლებიც ფედერალურ ციხეში იხდიან სასჯელს, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ბრძანების, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ავალდებულებს აღიაროს მხოლოდ ორი სქესი და მოითხოვს ტრანსგენდერი პატიმრების მამაკაცთა ციხეებში მოთავსებას. ტრანსგენდერების სარჩელის თანახმად, ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს. მოსარჩელეები, რომლებიც დოკუმენტებში ფსევდონიმებით არიან მოხსენიებულნი, მათ უფლებებს სასამართლოზე უმსხვილესი LGBT ადვოკატირების ჯგუფი GLAAD Law იცავს. ამ ბრძანებამ გამოიწვია კრიტიკა LGBT უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან. სექსუალური უმცირესობების სადარაჯოზე გამოსული პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ეს ზომები არღვევს ტრანსგენდერი პირების უფლებებს და საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას ციხეებში. ტრამპის ბრძანება დისკრიმინაციას ახდენს ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ და არღვევს მათ კონსტიტუციურ უფლებებს. ტრანსგენდერი ქალების მამაკაცთა ციხეში გადაყვანა საფრთხე შეუქმნის მათ უსაფრთხოებას და ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს, რადგან მამაკაცთა ციხეებში ტრანსგენდერების განთავსება სექსუალური ძალადობის რისკს ქმნის. ამ ადამიანების უსაფრთხოებას ქალთა ციხის მიღმა ვერ უზრუნველყოფთ. ჩვენ სასამართლოსგან უბრალოდ ვითხოვთ გაითვალისწინოს არსებული მდგომარეობა. შედეგად ფედერალურმა მოსამართლემ დააკმაყოფილა მოთხოვნა და დროებით შეაჩერა ძალადობისთვის გასამართლებული 3 ტრანსგენდერის მამაკაცთა ციხეებში გადაყვანა და მათთვის ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტა, რაც ტრამპის ბრძანების შედეგად იგეგმებოდა. კაცების ციხეში გადასაყვანად გამზადებული ტრანსები ფედერალურმა მოსამართლემ დროებით ისევ ქალთა საპატიმროში დატოვა. როგორც ეს დამნაშავე ტრანსები ამტკიცებენ, პრეზიდენტის მიერ ბრძანების ხელმოწერის მეორე დღეს ფედერალური ციხეების ბიუროს წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ ისინი ქალთა ციხიდან მამაკაცთა დაწესებულებაში გადაჰყავდათ, რასაც მთელი LGBT საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. მოსამართლემაც არ დააყოვნა და ტრანსგენდერების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია იმისათვის, რომ ისინი დროებით, მაგრამ მაინც დაეტოვებინა ქალთა ციხეებში. მხოლოდ 16 ტრანსგენდერი ქალია მოთავსებული ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში. მათ შორის 3 მოსარჩელე. მათ წარმოადგენეს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ მამაკაცთა ციხეებში გადაყვანა შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. ამ ეტაპზე არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, რომ მოსარჩელეები დაუყოვნებლივ იქნან მამაკაცთა დაწესებულებებში გადაყვანილი, უმნიშვნელოა. უფრო მეტიც, სამართლიანობის ბალანსი და საზოგადოებრივი ინტერესი მოსარჩელეების მხარესაა. ქვეყანაში დანატოვარი გენდერული სიგიჟეების წყალობით ციხეებში ისეთი არანორმალური ვითარებაა შექმნილი, რომ ციხის ადმინისტრაციაც და კანონმდებლებიც ჩაკეტილ წრეში არიან მოქცეულები და გამოსავალს ვერ პოულობენ. თუმცა ქალად გადაკეთებულ მსჯავრდებულ მამრებს კარგად აქვთ გააზრებული, რა ბედი ეწევათ იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცთა დაწესებულებაში მოხვდებიან. ბუნებრივია, ამიტომ იბრძვიან ტრანსები, რომ სასჯელი მშვიდად ქალების გარემოცვაში მოიხადონ. ალბათ კარგად გახსოვთ ბაიდენის LGBT პოლიტიკა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრანსგენდერი ამერიკელები ერის სულს აყალიბებენ. შესაბამისად, ბაბუა ჯო მათ სადარაჯოზე ყოველთვის გამოდიოდა. ერთ-ერთი სწორედ სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში ამ მამრების განთავსება და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა გახლდათ. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ 2021 წლის 1 თებერვალს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ტრანსგენდერი პატიმრების განთავსების პოლიტიკას ეხებოდა. განკარგულება
განსახილველების მიხედვით ტრანსგენდერი პატიმრები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ ციხეებში იმყოფებოდნენ, იმ დაწესებულებებში განათავსეს, რომლებიც მათ გენდერულ იდენტობას შეესაბამებოდა. ბაიდენმა პრეზიდენტობის შემდეგ გააუქმა ტრამპის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც დამნაშავეები ისეთ ციხეში ხვდებოდნენ, რომელიც მათ სქესს შეესაბამებოდა. LGBT ლობისტმა ჯო ბაიდენმა კი ბარაკ ობამას მიდგომები აღადგინა, რომელიც სექსუალურ ორიენტაციას ისე განსაზღვრავდა, რომ ბიოლოგიური სქესის ასპექტებს საერთოდ შლიდა. მათი მიდგომის მიხედვით ბიოლოგიური სქესი არ იყო ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორი, როდესაც საქმე ადამიანის გენდერულ იდენტობას ეხებოდა. სხვათა შორის ციხეებში ყოფნის შემთხვევაში არაც ციხის ადმინისტრაცია, არამედ თავად პიროვნება გახლავთ საკუთარი სექსუალური იდენტობის განმსაზღვრელი. თუმცა ამერიკულმა საზოგადოებამ ისიციხილა თუ რა შედეგი მოყვა ბიოლოგიური მამაკაცების უფლებების დაცვასა და მათ ქალთა ციხეებში განთავსებას. საკითხის ირგვლივ სკანდალმა მაშინ იფეთქა, როდესაც ნიუ-ჯერსის ქალთა ციხეში 27 წლის ტრანსგენდერმა დემი მინორმა 2 ქალი პატიმარი დააფեղმძიმა. აღმოჩნდა, რომ კამერებში ვითომ ტრანსგენდერი ქალი, სინამდვილეში კი სექსუალური მოძალადე მამაკაცი შეასახლეს, რომელიც უბრალოდ იბრალებდა, რომ ქალი იყო. ამერიკაში არსებული ეს დაუძლეველი დილემები ცხადყოფს, რომ გაცილებით იოლი ყოფილა ჯამთელი ტრადიციული ოჯახური ფასეულობებიდან მრავალსქესიან ჭაობში შეტოპვა, ვიდრე ამ ჭაობიდან უკან გამოსვლა და ნორმალური ცხოვრების წესზე დაბრუნება. კვირაში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ვინც ვერ შეძლო გამკლავებოდა ფსევდო-ლიბერალურ შემოტევებს და გლობალიზაციის მორევში ჩაყვინთა, წლები დასჭირდება ტრადიციულ და ჯამთელ აზროვნებაზე დასაბრუნებლად. რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რამდენად სწორი და სახელმწიფოებრივად აუცილებელი იყო LGBT გაყრილების პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადება ჩვენს ქვეყანაში. მათ კი, ვინც ამის გამო სანქციები დაგვადო, მალე თავად მოუწევთ ქართული მაგალითის გათვალისწინება და თავიანთი არაადეკვატურობის აღიარება. დროებით.